მოგესალმებით, როგორც ვამბობდით უკანასკნელი თვეების მანძილზე. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო გუნური პოლიტიკა ფასებთან მიმართებაში და ძალადობრივი დამოკიდებულება ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი უკუ შედეგს გამოიწევდა და არათუ ფასების ზრდამ. კიდევ ერთი ინდექსი ემატება საქსტატის სასურსათო მონაცემების ზრდას, ეს არის საქართველოში პროდუქციის წარმოების ინდექსი, რომელიც აგრეთვე გაიზარდა. აბსოლუტურად ყველა პროდუქტის წარმოება ფაქტიურად ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია. ეს არის მარტის მონაცემები და ამ ყველაფერს დაემატება კიდევ საწვავის ფასის ზრდა შემდეგ თვეებში და უკვე კატასტროფულ მონაცემებამდე მივალთ. ერთის მხრივ გუნური პოლიტიკა და მეორეს მხრივ უმოქმედობა საწვავის ფასების ზრდასთან მიმართებაში გამოიწვევს ძალიან მძიმე და სავალალო შედეგებს ქართული ბიზნესისთვის. კერძოდ, დამუშავებული მეტროლის პროდუქციაზე ფასი გაიზარდა 5%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03% პუნქტით ახდენს გავლენას. კვების პროდუქტებზე 7.8%-ით და საცმელ პროდუქტებზე 6.2%-ით არის ზრდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე ინდექსის 6.5%-ით ზრდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით. ჯგუფში შემავალი აღსანიშნავი ფასების ზრდა სასმელებზე და რაფინირებულ ნავთობზეც, ანუ საწვავზეც. საწვავის გარდა, მოგეხსენებათ, რომ ელექტროენერგიის საფასური 1 აპრილიდან გაიზარდა 33%-ით. ანუ შემდეგ თვეს უნდა ველოდოთ კიდევ დაკორექტირებას ნეგატიურად ამ ინდექსის. მთელი ამ თვეების განმავლობაში ვამბობდით, რომ უნდა შეწყვიტათ ეს მავნებლობა, ფასების კომისიები, სუსის და ობხს-ის შევარდნები სხვადასხვა ორგანიზაციებში. ამ ყველაფრის სათავეში დგას ირაკლი კობახიძის, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უგუნური ინიციატივა, რომ ეს პროცესი დაეწყო, რასაც კასკადურად მოყვა ის მასკარადი, რასაც ახლა უყურებთ პარლამენტში მათ შორის. აიღეთ პასუხისმგებლობა. პირადად ირაკლი კობახიძემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაში იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება ბევრად უფრო გაძვირდა, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ ეს უბადრუკი კომისიები შეიქმნებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი იმისთვის, რომ მომავალი ზრდა არ გაგრძელდეს, არსებობს. ეს გამოსავალი არის, რომ დროებითი ღონისძიებით შეჩერდა განახილდეს აქციის გადასახადი, დროებითი ღონისძიების სახით დაწესდეს ფასების ზედა ზღვარი. ამ ორიდან ერთ-ერთიც კი იქონიებს ეფექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბეს დაარღვევს, კიდევ გააზღვევს კიდევ უფრო მეტი გაღარიბებისგან. იმოქმედეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ირაკლი კობახიძეს, რადგან მთელ ამ ავანტიურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს უგუნურ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც წამოიწყო ეს პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც კრახით მთავრდება.